საღამო მშვიდობისა, თქვენ უყურებთ ნამდვილ ისტორიას, მე ვარ თეონა გეგელია. დღეს ვილაპარაკებთ სტალინის შესახებ. მისი მმართველობის იმ პერიოდზე, რომელიც ცნობილია დიდი ტერორის სახელით. სტალინზე მეორე მსოფლიო ომის დროს და მისი ცხოვრების ბოლო წლებზე გარდაცვალების ჩათვლით. მადლობა ყველას, ვინც გვიყურებს, იწონებს და აზიარებს ჩვენს ვიდეოებს. მადლობა ჩვენს გამომწერებს და მათაც, ვინც ახლა შემოგვიერთდება. თქვენი მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან ძვირფასია და არხის არსებობისთვის და განვითარებისთვის არის გადამწყვეტი. პირველ ეპიზოდში გიამბეთ სტალინის ბავშვობის და ახალგაზრდობის წლებზე და იმაზე, თუ როგორ აღმოჩნდა რიგითი და ბევრისთვის უცნობი ბოლშევიკი საბჭოთა იმპერიის სათავეში. დღევანდელი ეპიზოდი ხანგრძლივი რომ არ გამოგვივიდეს, შევეცდები არ გავიმეორო ის, რაც გიამბეთ პირველ ეპიზოდში. ვისაც ამ ისტორიის დასაწყისი აინტერესებს, ბმული ეკრანზეც გამოვა. რობერტ კონკვესტი არის ის ინგლისელი ისტორიკოსი, რომელმაც დაწერა წიგნი დიდი ტერორი. სწორედ ამ წიგნის გამოქვეყნების შემდეგ იწყება ამ ფრაზის გამოყენება საბჭოთა ისტორიის 1930-იან წლებთან მიმართებით. დიდ ტერორზე უცებ ყველას ახსენდება 1927 წელი, მაგრამ ეს ასოციაცია მოდის ბევრად უფრო გვიანდელი მოვლენიდან. ცნობილი მეოცე ყრილობიდან, როდესაც სტალინი უკვე თითქმის 3 წლის მკვდარია და ნიკიტა ხრუშოვი მის კულტს ამხელს. ამ ცნობილ გამოსვლაში ხრუშოვმა ილაპარაკა 1927 წლის მოვლენებზე და თქვა, რომ საბჭოთა სამართალი ირღვეოდა, რომ კეთილსინდისიერი და წესიერი პარტიული ხელმძღვანელები დაზარავდნენ. მოკლედ 1927 წელი ეს არის ერთგვარი სიმბოლო. ტერორი იყო მანამდეც და მერეც. ის დაიწყო სტალინამდე, ბოლშევიკების ხელისუფლებაში მოსვლისთანავე და მთელი სისავსით გაგრძელდა სტალინის მმართველობისას. და ისტორიკოსი რობერტ კონკვესტიც შეეცადა ეჩვენებინა, რომ დიდი ტერორი არ იყო უბრალოდ პარტიული წმენდა. არამედ ეს იყო ბევრად უფრო ფართო და სისტემური მოვლენა. პირობითად დიდი ტერორის დასაწყისს ითვლიან 1934 წლის 1 დეკემბრიდან, როდესაც მოკლეს კიდევ ერთი ძველი ბოლშევიკი სერგეი კიროვი. მაგრამ ნიადაგი კიროვის მკვლელობის მომენტისთვის უკვე მომზადებული იყო და აი რა მოვლენები უძღოდა მას წინ და რა მოჰყვა შემდეგ. 1922 წლიდან სტალინი არის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი და ძალიან მტკიცედ და თანმიმდევრულად უსწორდება კონკურენტებს პარტიაში, ძირითადად პირველ ბოლშევიკებს. ამ პერიოდში პარტიაში ცვლილებებია და თუკი მანამდე არსებობდა რაღაც კოლექტიური მართვის ელემენტები, 1929 წლისთვის ესეც ქრება და პარტიის სათავეში პოლიტბიუროში აღარავინ არის ისეთი, რომელსაც აქვს თავის განსხვავებული აზრი. 1929 წელს იწყება მასშტაბური პარტიული წმენდა. ასევე ამ წელს იქნება ბანაკების სამმართველო, რასაც უწოდებენ გულაგს. გამოცხადებული იყო პირველი 5 წლები, ინდუსტრიალიზაცია, კოლექტივიზაცია და ეს გულაკი შეიქმნა იმისთვის, რომ მსჯავრდებულების შრომა გამოეყენებინათ და მოწყობილი იყო მთელი ქვეყნის მასშტაბზე. საინტერესოა, რომ მათი რუკა პირდაპირ ემთხვევა პირველი 5 წლების მშენებლობების რუკას. ამ პირველმა 5 წლებმა საბაზრო ეკონომიკა გაანადგურა. ეკონომიკური სტიმულები აღარ არსებობდა, ამიტომ გაჩნდა სხვა სტიმულები. ერთი ეს იყო ენთუზიაზმი, რომელიც შექმნილი იყო ადამიანების იდეოლოგიური დამუშავებით და მეორე იყო იძულება. გეგმის შესრულება კანონით იყო სავალდებულო და თუ არ შეასრულებდი, მოგისროდნენ როგორც მავნებელს. სერგეი კიროვის მკვლელობამდე სტალინს კონკურენტები ფაქტობრივად განადგურებული ყავს. ჯერ დაამარცხა ეგრეთ წოდებული მემარცხენე ოპოზიცია და შემდეგ მემარჯვენე. ეხლა ეს მემარცხენე და მემარჯვენე ოპოზიცია ვინ არიან? მემარცხენე და მემარჯვენე უკლონისტები, თავადაც ასე ეძახდა მათ სტალინი, მათ უწოდებდნენ სტალინის მოწინააღმდეგე მთავარ მიმდინარეობებს შიდა პარტიის შიგნით 1920-30-იან წლებში. სტალინმა გამოიყენა მათი უთანხმოება, ჯერ მარჯვენა ოპოზიციის ხელით მოიშორა მარცხენა, შემდეგ კი მარჯვენა ოპოზიციაც გაანადგურა და გახდა ერთმართველი. მარცხენა ფლანგს უწოდებდნენ ტროცკის, კამენევს, ზინოვიევს და მათ თანამოაზრეებს. ისინი სტალინს ადანაშაულებდნენ რევოლუციის განადგურებაში და უწოდებდნენ უზურპატორს. 1934 წლისთვის ტროცკი ქვეყნიდან გაძევებულია, კამენევი და ზინოვიევი კი განულებულები არიან. მარჯვენა ფლანგი იყო ბუხარინი, რიკოვი და ტომსკი. ეს მარჯვენა ოპოზიცია ემხრობოდა ნეპის პოლიტიკას, ანუ თავისუფალი ბაზრის ელემენტების შენარჩუნებას და არა კოლექტივიზაციას.
მათ სტალინი 1930 წელს მოუღებს ბოლოს. ამ დროს საერთაშორისო ურთიერთობებში თითქოს რაღაც დათბობა. 1934 წელს საბჭოთა კავშირი ხდება ერთა ლიგის წევრი, სანამ არ გარიცხავენ 1939 წელს ფინეთზე თავდასხმის გამო და ამ ფონზე კლავენ კიროვს. სერგეი კიროვის მკვლელობაზე ბევრი ლეგენდა არსებობს. ნიკიტა ხრუშოვის ვერსიით ის მოკლეს სტალინის ბრძანებით, მაგრამ 1990-იან წლებში, როდესაც არქივების ნაწილი გაიხსნა, ისტორიკოსებმა სტალინის ოფიციალური ბრძანების რაიმე კვალს ვერ მიაგნეს. იყო თუ არ იყო თუნდაც ზეპირი დავალება, ფაქტია, რომ სტალინი კიროვის მკვლელობას საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენებს და დაიწყებს იმ ხალხის ბოლომდე განადგურებით, ვინც ისედაც უკვე განადგურებული ყავს, მაგრამ ფიზიკურად ჯერ ცოცხლები არიან. სხვათა შორის სტალინის ბიბლიოთეკაში არის წიგნი, რომელშიც მას მონიშნული აქვს ფრაზა, რომელიც თითქოს ჩინგის ყაენს მიეწერება, რომ დამარცხებულების სიკვდილი საჭიროა გამარჯვებულის სიმშვიდისთვის. კიროვს კლავენ და კლავს მას რიგითი ბოლშევიკი, პარტიიდან გარიცხული და პარტიაზე გაბრაზებული ვინმე ნიკოლაევი, რომელიც მას კაბინეტისკენ მიმავალ ერთ-ერთ დერეფანში ჩაუსაფრდა და რევოლვერიდან ესროლა კეფაში. შემდეგ კი თავის მოკვლას სცადა, მაგრამ უშედეგოდ. მეორე ვერსიით კიროვი ამ კაცის ცოლის საყვარელი იყო და ნიკოლაევს რაღაც პირადი მოტივები ამოძრავებდა. მოკლედ, სერგეი კიროვი კვდება და ლენინგრადში, სადაც დანაშაული მოხდა, იწყება გამოძიება. მიუხედავად იმისა, რომ ეს მარცხენა ოპოზიცია ფაქტობრივად აღარ არსებობს, სტალინი მოითხოვს, რომ კიროვის მკვლელობის კვალი ეძებონ ზინოვიევის თანამოაზრეებში. გამოძიებას ხელმძღვანელობს ჰენრიხ იაგოდა. მაგრამ სტალინის დავალებით პროცესს აკონტროლებს კიდევ რამდენიმე ადამიანი და მათ შორის არის ნიკოლაი ეჟოვი, რომელიც მალე ამ იაგოდას ადგილს დაიკავებს. ეს ეჟოვი გამოძიებას წარმართავს სტალინის სურვილისამებრ და მალე დაიწყება ყველა იმ კადრის დაპატიმრება და დახვრეტა, ვისაც 1920-იან წლებში ტროცკის და ზინოვიევის ჯგუფთან ჰქონდა რაიმე კავშირი. იმავდროულად 1935 წელს არასრულწლოვნებში კრიმინალთან ბრძოლის საბაბით გამოიცემა დადგენილება და შესაძლებელი ხდება 12 წლიდან მოზარდების დახვრეტა. სასამართლო თითქოს არსებობს, მაგრამ ასევე არსებობს დანაშაულის სასამართლოს მიღმა განხილვის სტრუქტურა. იქმნება ტროიკები. ანუ ყველაფერი ვაგდება მომავალი ტერორის საჭიროებების გათვალისწინებით. 1935 წელს აპატიმრებენ კრემლის სამეურნეო სამსახურის ბევრ თანამშრომელს, შეუმჩნეველ მოხელეებს, რომლებსაც აბრალებენ სტალინის წინააღმდეგ შეთქმულებას. და იწყება ის, რომ არც ერთი დანაშაული აღარ განიხილება ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, არამედ განიხილება როგორც შეთქმულებების და ტერაქტების ჯაჭვი. აღიარების მიღებაც წამებით საჭირო იყო ამ ჯგუფების შეთქმულებების გამოსავლენად. და ეს კრემლის საქმე არის პირველი ასეთი საქმე, რომელსაც კიროვის მკვლელობას მიაბამენ. კრემლის სამეურნეო სამსახურის უფროსი იყო აბელ ლენუქიძე, ცნობილი ბოლშევიკი, სტალინის ცოლის ნადეჟდა ალილუევას ნათლია. ის იყო საცდელი ქვა, ახლობელი და არა ვიღაც ოპოზიციონერი, რომელიც ბევრს არ უყვარს, მაგრამ ენუქიძეს არავინ გამოესარჩლება. გარკვეული დროის შემდეგ მას დახვრეტენ. მარებაში შემოდის სიტყვა სიფხიზლე, რომ სიფხიზლის ნაკლებობამ განსაზღვრა ის, რომ ასეთი ხალხი მუშაობდა კრემლში თან ამდენ ხანს, რაც თავის მხრივ ნიშნავდა იმას, რომ შეიძლება არამხოლოდ ამ ცუდი ხალხის დასჯა, არამედ იმათიც, ვინც ფხიზლად არ არის და ტერორი ფართოვდება. 1936 წლის აგვისტოში ტარდება მოსკოვის პირველი საჯარო პროცესი, ასამართლებენ ტროცკი-ზინოვიევის ცენტრს. სიფხიზლის დეფიციტის საბაბით ხსნიან იაგოდას და მის ადგილას ნიშნავენ ეჟოვს. უამრავი საარქივო მასალა, შეხვედრები, მიმოწერა, სტალინის შენიშვნები მოწმობს, რომ ეჟოვი სტალინთან ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობს ამ პერიოდში და მასთან აქტიურად კონტაქტობს და ასე მუშაობს. ის ამზადებს მეორე პროცესს, რომელიც 1937 წლის იანვარში დაიწყება და მას დაარქმევენ პარალელურ ანტისაბჭოთა ტროცკისტული ცენტრის საქმეც. აქაც გაასამართლებენ ცნობილ ბოლშევიკებს, ისინი აღიარებენ დანაშაულს და მოინანიებენ. 1930-იან წლებში წამების და წნეხის საშუალებით მიიღებდი ნებისმიერ აღიარებას. მაგრამ ეს იყო ხალხი, ვინც ეს პარტია და რეჟიმი შექმნა და ძალიან კარგად იცოდნენ თავად რეებს ჩადიოდნენ. ამ პროცესებს ახლდა გაზეთებში რიგითი ადამიანების წერილები, რომლებიც ითხოვდნენ მოღალატეების სიკვდილით დასჯას.
ამ დროს გერმანიაში ჰიტლერი უკვე ხელისუფლებაშია, ფაშიზმი ძლიერდება, ევროპელი კომუნისტები თავს აფარებენ საბჭოთა კავშირს. აქ არის ბევრი პოლიტიკური ემიგრანტი. ისინი არიან კომუნისტური ინტერნაციონალის კომინტერნის წევრები, რომელიც აერთიანებდა აი ამ საზღვარგარეთ მოქმედ კომუნისტურ პარტიებს. მათი უფროსი იყო ბულგარელი გიორგი დიმიტროვი. და ნიკოლაი ეჟოვის საყვარელი თემა ხდება, რომ აი ამ ინტერნაციონალის ქოლგის ქვეშ საბჭოთა კავშირში შემოიპარა ბევრი ტროცკისტი, ჯაშუში და მასობრივად იწყება საქმეების აღძვრა პოლიტიკური ემიგრანტების წინააღმდეგ. მათ უმრავლესობას 1937 წლისთვის დახვრეტენ ან გადაასახლენ. 1937 წელს ეს სისხლიანი გორგალი სულ უფრო სწრაფად ტრიალებს. ეს იყო სტალინის ოპერაცია, მისი განკარგულებით მიმდინარეობდა. ის ამბობდა, როდის ვის უნდა დასმოდნენ თავს, ისევე როგორც სტალინი გადაწყვეტს, როდის უნდა გააჩეროს ეს ყველაფერი. ჯერჯერობით რეპრესიები იზრდება პარტიული ხელმძღვანელების მიმართ. 1937 წელს სტარტდება ცეკას პლენუმი, ძალიან დაძაბული, სადაც ბუხარინს და რიკოს, აი მარჯვენა უკლონისტებს პირდაპირ სხდომის პერიოდში, სხდომის დროს დააპატიმრებენ. ამავე წლის მარტში NKVD-ს თანამშრომლებს შორის თვითმკვლელობების მთელი სერია. NKVD ეს იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს და რაღაცა ის უსაფრთხოების სამსახური ერთად აღებული. ამ პლენუმის შემდეგ იჭერენ იაგოდასაც და ბუხარინთან ერთად ასამართლებენ. იჭერენ პარტიის წევრებს და NKVD-ს თანამშრომლებს ტალღებად ყველა დონეზე, ყველა რესპუბლიკაში. საქართველოში, სადაც პირველი პირი ლავრენტი ბერია, რომელსაც მალე მოსკოვში გადაიყვანენ, მხოლოდ ამ 2 წლის განმავლობაში, ის რაც აღრიცხულია, დახვრეტენ 11,000-მდე ადამიანს. 1921-1953 წლებში საქართველოში დახვრიტეს 20,000-მდე ადამიანი 1924 წლის აჯანყების ჩახშობისას უკონტროლოდ დახვრეტილების ჩათვლით. უცნობია შიდა ციხეებში, ამ სამძებრო იზოლატორებში, ბანაკებსა და კოლონიებში დაღუპულთა რაოდენობა. 1937 წელსვე იწყება კომპრომატების შეგროვება მსხვილ სამხედრო მოხელეებს. ამ წლის მაისში აპატიმრებენ მარშალ მიხეილ ტუხაჩევსკის და სამხედრო ხელმძღვანელობის უმრავლესობას. ეს გაგრძელდება ქვედა დონეზე და ძალიან ბევრ მეთაურს დაიჭერენ. სამხედროების პროცესი იყო დახურული, როგორც სამხედრო საიდუმლოება, მათ სიკვდილს მიუსჯიან და დახვრეტენ. დიდხანს არსებობდა ვერსია, რომ რაღაც შეთქმულების ან უკმაყოფილების მსგავსი სამხედროებში მართლაც არსებობდა. მაგრამ არქივების შესწავლის შემდეგ გაირკვა, რომ არანაირი შეთქმულება არ მზადდებოდა, არმიასაც სხვა ჯგუფების მსგავსად სტალინი აღიქვამდა საფრთხედ და ეს წმენდა ჯარში თავს იჩენს 1941 წელს, როდესაც მეორე მსოფლიო ომი დაიწყება. 1937 წლის ზაფხულში ეჟოვი მორიგ ანგარიშს აკეთებს, რომ ტერორისტული ორგანიზაციების ცენტრების ცენტრებიც არსებობდა. ანუ აცხადებს რეპრესიების ახალ ტალღას. ქვეყნდება NKVD-ს ბრძანება 00477. ამ ბრძანების საფუძველზე იწყება მასობრივი რეპრესიები ყოფილი კულაკების, მორწმუნეების, ყოფილი კრიმინალების წინააღმდეგ ფიზიკური ზემოქმედების გამოყენებით. მთელ ქვეყანაში იგზავნებოდა ლიმიტები დაჭერებზე და დახვრეტებზე. მოსკოვი ახალისებდა კონკურენციას და ადგილებიდან ამ ლიმიტების გაზრდასაც ითხოვდნენ. ამ ოპერაციებზე მთლიანად გამოყოფილი იყო 75 მილიონი მანეთი. ბანაკების მშენებლობაზე, ეტაპირებაზე პატიმრების, მათ დახვრეტაზე. პარალელურად იჭერენ ხალხის მტრების ცოლებს და 15 წლამდე ბავშვებს ბავშვთა სახლებში აგზავნიან. 1938 წლის მარტში მესამე მოსკოვური პროცესი გაიმართა, სადაც დახვრეტას მიუსჯიან მემარჯვენე უკლონისტებს, ბუხარინის ფრთას, იაგოდასთან ერთად. რამდენიმე თვეში ეჟოვს მოადგილედ დაუნიშნავენ ლავრენტი ბერიას და ამ წრის შემოდგომაზე გამოსცემენ დირექტივას, რომ თურმე ძალიან ხშირად ეს NKVD ბოროტად იყენებდა თავის ძალაუფლებას, არ ყვებდა დაკითხვის პროცედურებს და უდანაშაულო ხალხს სჯიდა. 1939 წლის აპრილში ეჟოვს აპატიმრებენ და დახვრეტენ. ბერია მოვიდა თითქოს სამართლიანობის აღსადგენად და მართლაც დაახლოებით 300,000 ადამიანს გაათავისუფლებენ ბანაკებიდან. რამდენიმე ათას ადამიანზე საქმის წარმოება შეწყდა და ისინიც გაუშვეს. ბერია რომ საქართველოში თავად სისხლის გუბეებს აყენებდა, ეს არ ითვლება. რუსული უფლებადამცველი ორგანიზაციის მემორიალის ინფორმაციით, მხოლოდ 2 წლის განმავლობაში, 37-38 წლებში დააპატიმრეს 1,700,000-ზე მეტი ადამიანი. მათგან დახვრიტეს სულ ცოტა 725,000.
1930-იანი წლების ბოლოს საბჭოთა კავშირში იდგა სისხლის გუბეები. სტალინმა არამხოლოდ პარტიიდან მოიშორა ის ხალხი, ვისაც შეეძლო მისთვის კონკურენციის გაწევა, არამედ შექმნა ძალაუფლების ძალიან ხისტი ვერტიკალი. სახელმწიფო აპარატის შიგნით იყო სრული მორჩილება. პოლიტბიურო ფაქტობრივად აღარაფერს ნიშნავს და ომის წინ აღარც იკრიბება. ლაპარაკი იყო, რომ არსებობდა რაღაც არაფორმალური ხუთეული: სტალინი, მოლოტოვი, ვოროშილოვი, მიქოიანი, კაგანოვიჩი, მაგრამ სტალინი ამ დღესაც ძალიან ყურადღებით და ეჭვით აკვირდებოდა და ის არის უკვე აბსოლუტური დიქტატორი, რომლის ძალაუფლებაც დგას ტერორზე, საიდუმლო პოლიციაზე, NKVD-ზე. ეს იქნება მისი ერთ-ერთი შეცდომა, რომელიც ომის დასაწყისში გამოჩნდება. ის, რომ მსოფლიო ახალი ომისკენ მიექანებოდა, 1939 წლის დასაწყისში უკვე ცხადი იყო. ამ დროს 6 წელია, რაც გერმანიაში ხელისუფლებაშია ჰიტლერი და ისიც ქმნის ტოტალიტარულ რეჟიმს. იწყებს გერმანიის გადაიარაღებას, მიუხედავად იმისა, რომ პირველ მსოფლიო ომში დამარცხების შემდეგ მას ეს აკრძალული ჰქონდა. ძალიან სწრაფად ვითარდება გერმანიის სამხედრო მრეწველობა. 38 წელს შემოდგომაზე ფორმდება მიუნხენის ხელშეკრულება და გერმანიას მიაქვს ჩეხოსლოვაკიის სუდეტის ოლქი. 1939 წელს კი მთელი ჩეხოსლოვაკია. სტალინს უნდა გადაეწყვიტა, როგორ უნდა ემუქმედა საბჭოთა კავშირს, რომელიც იმ მომენტისთვის იყო აღიარებული ავტორიტეტი ყველა მემარცხენე ძალისთვის მსოფლიოში, პირველ რიგში კომუნისტური მოძრაობებისთვის. ის აღიქმებოდა მთავარ ანტიფაშისტურ სახელმწიფოდ, მიუხედავად იმისა, რომ სტალინი, ჰიტლერის პოლიტიკა, მათი ხელისუფლებები, რომლებიც მათ შექმნეს მთავრობები, ძალიან გავდა ერთმანეთს. იმდენად, რომ თითქოს მოკავშირეები უფრო უნდა ყოფილიყვნენ. მაგრამ 1930-იან წლებში ეს ასე არ აღიქმებოდა. ამ დროს საბჭოეთს და დასავლეთ ევროპის ქვეყნებს რთული ურთიერთობა აქვთ. მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მიუნხენის შეთანხმებამ ვერ იმუშავა და ჰიტლერმა ჩეხოსლოვაკია მთლიანად დაიპყრო, ცხადი გახდა, რომ მომდევნო მსხვერპლი იქნებოდა პოლონეთი და ზოგადად ის, რომ ჰიტლერი აღარ გაჩერდებოდა. საფრანგეთი და ინგლისი ენთუზიაზმის გარეშე გადაწყვეტენ მოელაპარაკონ საბჭოთა კავშირს. ვიდრე ინგლისელი და ფრანგი დიპლომატები მოსკოვში ჩავიდოდნენ, საგარეო საქმეთა მინისტრს, ანუ იმ პერიოდის, ეს იყო მაქსიმ ლიტვინოვი, ცვლიან, თანამდებობიდან ათავისუფლებენ. ის კაშკაშებდა ერთად რიგაში და სულ მშვიდობაზე ლაპარაკობდა. მას მოხსნიან და მის ადგილას ნიშნავენ ვიაჩესლავ მოლოტოვს, რომელიც იყო სტალინის უსიტყვო მორჩილი და ცნობილი იყო თავისი პროგერმანული განწყობებით. ამანაც, რა თქმა უნდა, სულაც არ შეუწყო ხელი ინგლისელებთან და ფრანგებთან მოლაპარაკებების პროცესს. მოლოტოვის დანიშვნა იყო სიგნალი გერმანელებისთვის, რომ სტალინი მზად იყო ჰიტლერთან მოლაპარაკებისთვის. ისტორიკოსები ვერ თანხმდებიან იმაზე, თუ რა მომენტში გადაწყვიტა სტალინმა ჰიტლერთან მოლაპარაკება. ერთი მხრივ არსებობს ცნობები, რომ ჯერ კიდევ 34-35 წლებში იყო გერმანელებთან ხიდების გადების მცდელობები, მეორე მხრივ არსებობს ბევრი მაგალითი იმის, რომ სტალინი უპირისპირდებოდა ჰიტლერს და მხარს უჭერდა ევროპაში ანტიფაშისტურ ძალებს. ამის შემდეგ ჰიტლერი სტალინს უგზავნის პერსონალურ შეტყობინებას და მომენტალურად იგეგმება რიბენტროპის, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი მოსკოვში. 1939 წლის 23 აგვისტოს გაფორმდა მოლოტოვის და რიბენტროპის შეთანხმება და ხელი მოეწერა თავდაუსხმელობის პაქტს. მაგრამ მიუნხენის შეთანხმებისგან განსხვავებით, აქ სტალინი მონაწილეობდა ტერიტორიების გაყოფაში. ამ პაქტს ჰქონდა საიდუმლო პროტოკოლები, რასაც დღევანდელი რუსეთიც აღიარებს ოფიციალურად და ამ პროტოკოლებს ეს შეთანხმება სხვა დონეზე აღყავთ. საიდუმლო დოკუმენტებში ნათქვამია, რომ საბჭოთა კავშირი პატივს სცემს მესამე რაიხის ინტერესებს პოლონეთის დასავლეთ ნაწილში და მესამე რაიხი პატივს სცემს საბჭოთა კავშირის ინტერესებს პოლონეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ასევე ლატვიაში, ესტონეთში, ფინეთში, ბესარაბიასა და შემდეგ ლიტვაში. 1939 წლის 1 სექტემბერს გერმანელები შეიჭრნენ პოლონეთის ტერიტორიაზე, თითქოს გერმანიაზე პოლონელების თავდასხმის პასუხად. ცხადია, ჰიტლერი ამ პაქტის გარეშე შეიჭრებოდა პოლონეთში, მაგრამ სტალინთან შეთანხმებამ მას საქმე გაუმარტივა. 17 სექტემბერს საბჭოთა ჯარები ასევე შეიჭრნენ პოლონეთში. დაიკავეს დასავლეთ უკრაინა, დასავლეთ ბელარუსი, თითქოს მათი გათავისუფლებისთვის პოლონური უღელისგან და ბოლო აკორდის სახით 22 სექტემბერს ქალაქ ბრესტში ჩატარდა ნაცისტების და რუსების არმიების ერთობლივი ახლოვება. საბჭოთა კავშირი იწყებს ამ ტერიტორიების თანმიმდევრულ დაპყრობას, კარგად შემუშავებული გეგმით.
რუსები ელაპარაკებიან რიბენტროპის პაქტში მოხსენიებულ ქვეყნებს ვითომ ურთიერთდახმარებაზე, რომ მათი არმია შევა ამ ტერიტორიებზე და მათ დაიცავს. ბალტიისპირელებს ხელები ამოუტრიალეს. ფინელებს სთხოვდნენ ტერიტორიის გაცვლას იმ საბაბით, რომ ძალიან ახლოს იყო პეტერბურგთან და რუსეთის საზღვართან. ფინელები არ დათანხმდნენ და 1939 წლის შემოდგომაზე დაიწყო საბჭოეთის და ფინეთის ომი. რა თქმა უნდა, ითქვა, რომ ფინეთი დაესხა თავს საბჭოთა კავშირს. საბოლოოდ ფინელებმა გაწიეს ძალიან სერიოზული წინააღმდეგობა. სტალინმა მაინც ვერ მიაღწია საბოლოოდ იმას, რაც უნდოდა, მიუხედავად ამ ქვეყნის ნაწილის ოკუპაციისა და რაც მთავარია, ამ ომში გამოჩნდა, რომ წითელი არმია ომისთვის მზად სულაც არ არის. შემდეგ ფინეთი იძულებული ხდება გერმანიასთან გააფორმოს შეთანხმება და რომ არა ეს ომი რუსებთან ფინეთი დიდი ალბათობით დარჩებოდა ნეიტრალური, რაც შემდეგ ამდენად არ დაამძიმებდა ლენინგრადის ბედს. ამ ქალაქის ბლოკადა ამ ომის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ფურცელია. 1940 წელი ესაა ამ ახალი ტერიტორიების დაპყრობის წელი. ამ ტერიტორიების გასაბჭოების ფარგლებში მომენტალურად იწყება დეპორტაციები. ამავე წელს ჰიტლერი თავს ესხმის სკანდინავიას, იპყრობს ნორვეგიას და დანიას, 1940 წლის ზაფხულში კი საფრანგეთს. ბრიტანეთში პრემიერი ხდება უინსტონ ჩერჩილი, რაც გადამწყვეტ როლს შეასრულებს ამ ომის მიმდინარეობისთვის. გერმანია იწყებს ლონდონის დაბრუნებას. სტალინი გამაგრდა ევროპის აღმოსავლეთში, ჰიტლერი ცენტრში, ჩრდილოეთით და უკვე დასავლეთითაც. რა მობიძგა გერმანელებს საბჭოთა კავშირზე თავდასხმისკენ და რატომ მიანიჭა უპირატესობა ჰიტლერმა ამ გეგმა ბარბაროსას 1940 წელს ესაა კითხვა, რომელზეც მკაფიო პასუხი არ არსებობს. მაგრამ ბევრი ვარაუდობს, რომ კატალიზატორი იყო ფინეთში წითელი არმიის სისუსტე. ამ დროს კი სტალინი ფიქრობს, რომ აქვს თავდაუსხმელობის 10-წლიანი პაქტი. 1940 წლის ნოემბერში მოლოტოვი ჩადის გერმანიაში მოლაპარაკებებზე და ირკვევა, რომ საბჭოთა კავშირს ძალიან ბევრი რამ უნდა. უნდა ფინეთი, ბალკანეთი და სულ ცოტა უნდა გავლენა შავი ზღვის სრუტეებზე, ბოსფორსა და დარდანელზე. ჰიტლერს ეს არ მოსწონს და სთავაზობს მოლოტოვს მოსკოვის სამთა კავშირზე, გერმანია, იტალია, იაპონია შეუერთდეს. სტალინი ამაზე ფიქრობს. შემდეგ ის ითხოვს გერმანიისგან თანხმობას დაიცრას სამხრეთით ირანის და თურქეთის გავლით, იაპონიამ უარი თქვას კონცესიაზე ჩრდილოეთ სახალინში კომპენსაციის სანაცვლოდ, მოკლედ ითხოვს ისეთ ტერიტორიებს, რომლებსაც მანამდე რუსეთის იმპერიას ჰქონდა პრეტენზია. ანუ 1940 წელს რუსეთის იმპერიის ძველ საზღვრებში აღდგენის სურვილი კარგად გამოჩნდა. ჰიტლერმა ამ მოთხოვნებს არც უპასუხა. ამასობაში ამ სამთა კავშირს უერთდება უნგრეთი, ბულგარეთი, რუმინეთი. 1941 წელს კამპანია იწყება ბალკანეთის დაპყრობით, იუგოსლავიის და საბერძნეთის. ამ წლის გაზაფხულზე სტალინი ხედავს, რომ ჰიტლერი იპყრობს იმ ტერიტორიებს, რომელიც მას უნდოდა და ხვდება, რომ ამ თავდაუსხმელობის პაქტმა შეიძლება ვერ იმუშაოს. რას აპირებდა სტალინი 1941 წლის ზაფხულში? ერთი ვერსიით საბჭოთა კავშირი თავისთვის ცხოვრობდა და მოულოდნელად გერმანია თავს დაესხა. სტალინს ატყობინებენ ამ ამბავს, მაგრამ მას უჭირს დაჯერება, რაღაც დოზით, როგორც ჩანს, ის ედობოდა ჰიტლერს და ვერ წარმოედგინა, რომ რაიმე მისი სურვილის წინააღმდეგ წაანიმართებოდა. 1941 წლის 5 მაისს და ომი ივნისში იწყება, სტალინი წარმოთქვამს სიტყვას კრემლში მიღებაზე და ამბობს, რომ დროა თავდაცვიდან შეტევაზე გადავიდეთ. ამიტომ კიდევ ერთი ვერსიით, თითქოს თავად აპირებდა თავდასხმას და ჰიტლერმა დაასწრო. 22 ივნის გერმანია თავს დაესხმება საბჭოთა კავშირს, უამრავი მოგონება ადასტურებს იმას, რომ სტალინი იყო შოკირებული ამ თავდასხმით და თავიდანვე თქვა, რომ ეს პროვოკაციაა და იკითხა, იცის თუ არა ეს ჰიტლერმაო. იმდენად არ სჯეროდა. ვერ ხვდება რა გააკეთოს. სამი მხრიდან არის შეტევა მოსკოვზე, კიევზე და ლენინგრადზე. მოლოტოვი მიდის გერმანიის ელჩთან, შულენბურგთან სალაპარაკოდ, ცხადია უშედეგოდ. სტალინის განწყობას ასახავს ისიც, რომ ხალხისადმი მიმართვაზე უარს ამბობს და ამას აკეთებს მოლოტოვი, სტალინი მხოლოდ 3 ივლისს მიმართავს ხალხს. თავდასხმის დღეს რუზველტი და ჩერჩილი მხარდაჭერას უცხადებენ საბჭოთა კავშირს. სტალინი მაინც ცდილობს ჰიტლერთან ხიდების გაბმას და ომის შეწყვეტის სანაცვლოდ სთავაზობს მას უკვე დაპყრობილი ტერიტორიების ნაწილს, ბულგარელი დიპლომატის საშუალებით. ეს მცდელობა ჩავარდა
29 ივნისს სტალინი არის ლამის ნახევრად შეურაცხყოფ მდგომარეობაში, წარმოუდგენელია, მაგრამ მომავალში ომის მარშალი გიორგი ჟუკოვი პირის და მოლოტოვი მას აწყნარებს, სტალინი მიდის აგარაკზე, კუნცევოში და ქრება. არავინ იცის რა აკეთოს. ანასტას მიქოიანის მოგონებებიდან ცნობილია, რომ 30 ივნისს მათ შექმნეს რაღაც თავდაცვის კომიტეტი და ამ წინადადებით მივიდნენ სტალინთან. შემდეგ მიქოიანი იხსენებს, როგორ შევიდნენ ოთახში, სადაც ის თავდახრილი იჯდა, ამოიხედა და იკითხა, რატომ მოხვედით. ამათ ამ ახსნაში ნელ-ნელა გამოჰყავთ ის მდგომარეობიდან. 30 ივნისს მოლოტოვი ამბობდა, სტალინი ცუდ მდგომარეობაშია, ფრუსტრაციაშია, ინიციატივა დაკარგული აქვს. ამ მოგონებების გარდა ისტორიკოსებს მიაჩნიათ, რომ სტალინი ელოდებოდა, რომ დაიჭერდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა. ის ნელ-ნელა გამოიყვანეს მდგომარეობიდან და 3 ივლისს მიმართავს მოსახლეობას, ეს იყო პირდაპირი ეთერი და ისმოდა, როგორ ხმაურობდა ჭიქა. მთელი ზაფხულის განმავლობაში ჰიტლერი წარმატებით მიიწევს წინ ყველა მიმართულებით, მაგრამ უშვებს ერთ საბედისწერო შეცდომას. სმოლენსკიდან მისული გერმანელები ფიქრობენ, რომ მოსკოვის აღებას დიდი ძალისხმევა აღარ სჭირდება და არმიის ნაწილს გადაისვრიან სამხრეთის მიმართულებაზე, რომელიც ჰიტლერს ყველაზე მეტად აინტერესებდა. ლაპარაკია უკრაინის რესურსებზე და შემდეგ კავკასიაზე. უამრავი დიპლომატიური ჩანაწერიდან ჩანს, რომ ბრიტანეთი და ამერიკა ფიქრობდნენ, რომ სტალინისთვის მხარი აუცილებლად უნდა დაეჭირათ, მაგრამ ის დიდხანს გერმანელების ამ წნეხს ვერ გაუძლებდა. ყველას აინტერესებს, როგორ დაემართა ეს კატასტროფა სახელმწიფოს, რომელიც თითქოს 10 წლის განმავლობაში ემზადებოდა ომისთვის. ყველაზე გავრცელებული ვერსია არის ის, რომ ის იყო ცუდად მომზადებული. მეორე ვერსიით ძალიან კარგად იყო მომზადებული, მაგრამ სტალინი გარშემორტყმული იყო უნიჭო სამხედრო მეთაურებით, პოლონური და ფინური კამპანიებით, რომ თავს იტყუებდნენ და მესამე, რომ არმია არ იყო მორალურად მზად დაეცვა სახელმწიფო, რომლის მთავრობაც სურდათ მას შემდეგ, რაც ბოლშევიკებმა წლების განმავლობაში აკეთეს. თან პირველი ბრძოლები მიმდინარეობდა სწორედ რუსების მიერ დაპყრობილ ტერიტორიებზე, ბალტიისპირეთში, დასავლეთ უკრაინაში და ბელარუსში. თუ თავიდან სტალინი იყო ფრუსტრაციაში, მდგომარეობიდან გამოსვლის შემდეგ დაიწყო აქტიურად ჩარევა სამხედროების საქმეებში და ზედმეტი ჩარევაც. ის ხდება მთავარსარდალი და განსაკუთრებით პირველი 2 წელი ყველაფერში ერევა. მაგალითად, უკრძალავს მათ ტაქტიკურად გამართლებულ უკან დახევას. ამის გამო უამრავი სამხედრო ექცეოდა ალყაში. ამან გამოიწვია 51 წელს კიევთან სამხრეთ-დასავლეთ ფრონტის კატასტროფა. კიევის ჩაბარება მაინც მოუხდათ, მაგრამ უამრავი ადამიანის სიცოცხლის ხარჯზე. ლენინგრადის ბლოკადა ძირითადად იყო ფინეთის ომის ბრალი. სტალინი ქმნის სამხედრო კომისარიატებს და პროცესს აკონტროლებს იმით, რომ სამხედრო მეთაურებს ამტკიცებენ პარტიული კადრები. ივნისიდან ოქტომბრამდე ოფიციალური მონაცემებით ხვდენ 10,000-ზე მეტ ადამიანს. აგვისტოში ქვეყნდება ცნობილი 270 ბრძანება, რომლის მიხედვით ნებისმიერი ტყვედ ჩაბარებული სამხედრო ითვლება მოღალატედ. მათი ოჯახები კი კარგავენ შემწეობებს. ამ ბრძანების გამო საბჭოთა ტყვეები ვერ იღებდნენ ამანათებს წითელი ჯვრის საშუალებით, განსხვავებით ბრიტანელი და ამერიკელი ჯარისკაცებისგან. გათავისუფლების შემდეგ კი ტყვედ ჩავარდნილებს დიდ ნაწილს ამ ტყვეებისას საბჭოთა ვანაკებში ასახლებენ. 1951 წლის შემოდგომაზე უკვე შექმნილია NKVD-ს რაზმები, რომლებიც დგანან სამხედროების უკან და ხვდენ ყველას, ვინც უკან დაიხევს. ამ ზომებმა სიტუაციას ვერ უშველა. ეს ჩანს 1952 წლის მაგალითზე, მარცხით მოსკოვთან, ყირიმის და ხარკოვის მაგალითით. 1952 წლის ივლისში გამოდის ბრძანება არც ერთი ნაბიჯი უკან და ბრძანების გარეშე უკან დახევა ყველა სამხედროსთვის ნიშნავს პირდაპირ დახვრეტას. მიუხედავად ამისა, ამ ბრძანებისა, გერმანელები სტალინგრადს უახლოვდებიან. რა უშველა სიტუაციას? ჯერ ერთი ამუშავდა წარმოება. 1951 წლიდან მოქმედებდა ლენდლიზი, ამერიკელების დახმარება მოკავშირეებისთვის. საბჭოთა კავშირმა ამ ლენდლიზის ფარგლებში 11 მილიარდის სამხედრო და სხვა დახმარება მიიღო. 1953 წელს თეირანში ჩერჩილის დაბადების დღის წვეულებაზე თავად სტალინმა თქვა სათხებრძელოში, რომ ამ დახმარების გარეშე დავმარცხდებოდით. მეთაურებმა გამოცდილება მიიღეს. პროფესიონალი სამხედროების ფენა რეპრესიების დროს სტალინმა გაანადგურა. გაუქმდა სამხედრო კომისრების ინსტიტუტი და ბელადმა დაიწყო სამხედროების მოსმენა. თავის უნიჭო მეთაურებს გვერდზე გაწევს,
ბუდიონის და ვოროშილოვს და პირველ პლანზე გამოყავს ჟუკოვი, ვასილევსკი და რაკასოვსკი. სტალინგრადთან ბრძოლა უკვე სამხედროების დაგეგმილია. იცვლება ომის ხასიათიც. 1953 წლის შემდეგ, როდესაც დაიწყო გამარჯვებები, სტალინი მოკავშირეებს უკვე ეჭიმება. თეირანში მას და ჩერჩილს შორის დაპირისპირება. ფორმალურად დავა იყო იმაზე, თუ სად გადასხდებოდნენ ამერიკელების და ბრიტანელების ჯარები, სინამდვილეში კი ამით წყდებოდა ის, თუ ვინ გააკონტროლებდა ევროპას. ამის შესახებ მე გიამბეთ ვიდეოში სადესანტო ოპერაციების შესახებ. ჩერჩილის შეთავაზება იყო ბალკანეთი, სტალინის თავაზობდა ნორმანდია, საიდანაც პირდაპირი გზა იყო გერმანიისკენ. რუზველტმა სტალინს დაუჭირა მხარი და შემდეგ თავის შვილს უთხრა, რომ ჩემმა სამხედროებმა ასე მირჩიეს, ასე ნაკლები ამერიკელი დაიღუპება. ცენტრალური და სამხრეთ ევროპა წითელმა არმიამ გაათავისუფლა, მაგრამ შემდეგ იქ დამყარდა საბჭოთა ხელისუფლება, როგორც 1940 წელს სტალინმა გასცა ბრძანება პოლონელი ოფიცრების დახვრეტაზე კატინში, ზუსტად ასე 1954 წელს მან ბრძანა გაეჩერებინათ ჯარები და არ დახმარებოდნენ ვარშავის აჯანყებას. მოკავშირეებს კი წითელი არმიის აეროდრომების გამოყენების საშუალებაც არ მისცა ვარშაველების დასახმარებლად. ომის ბოლოს სტალინი ძველ ფორმას დაუბრუნდა და სამხედროები ვეღარაფერს უბედავენ. 1953-54 წლებში ისევ საშინელი რეპრესიებია, დაიწყო მთელი ერების დეპორტაცია, კალმიკელების, ჩეჩნების, ყირიმელი თათრების. თითქოს ყველა ეს ერი იყო ფაშისტების მხარეს, არადა მაგალითად ჩეჩნეთის ტერიტორიაზე გერმანელი ჯარისკაცი საერთოდ არ ყოფილა. ომის ბოლოს იწყება იმპერიის სურათ ხატების აღდგენა. არმიაში ჩნდება სამკლაურები. სამოქალაქო ომიდან 1953 წლამდე წითელ არმიაში არანაირ სამკლაურებზე ლაპარაკი არ იყო. აბრუნებენ ძველ სამხედრო წოდებებს. ეს არის 1930-იანი წლების ტენდენციის გაგრძელება, როდესაც აბრუნებენ ისტორიულ ფიგურებს საბჭოთა რეალობაში. პეტრე პირველს, ივანე ბრისხანეს. სტალინის ოთახში ჩნდება 1812 წლის გმირების სუვოროვის და კუტუზოვის პორტრეტები. პროპაგანდა იწყებს ძველი დროის კულტურული ხატების გამოყენება საკუთარ ინტერესებში. ძლიერდება ველიკო რუსული საწყისი, რომელიც ომის შემდეგ ძლავრად გამოვლინდება. ომის დროს სტალინი შეკრებს რეპრესიებს გადარჩენილ სასულიერო პირებს და პატრიარქის არჩევის ნებას აძლევს. ის იწყებს თავისი იმპერიის ახალ საწყისებზე შენებას. ომის შემდეგ იწყება სტალინის სრული გაღმერთება. მასზე იღებენ ფილმებს, დგამენ უზარმაზარ ძეგლებს. ამ წლებში სტალინიზმი ფორმდება მთელი სისავსით. იმავდროულად ის ხვდება, რომ ომს ახლდა გარკვეული თავისუფლება, რომელსაც გრძნობდნენ, ამიტომ იწყებს ადამიანთა ჯგუფებისთვის მუხრუჭების მოჭერას. პირველ რიგში ესენი იყვნენ ომიდან დაბრუნებულები, ტყვედ ჩავარდნილები, რომლებიც ხშირად ვაგონებიდანაც არ ჩამოჰყავდათ, პირდაპირ გადასახლებაში აგზავნიდნენ. მას ანერვიულებდა ადამიანების რამდენიმე ჯგუფი. ესენი იყვნენ სამხედროები, არმიის მეთაურები, გენერლები და მარშლები, ვინც მართლაც იბრძოდა, ვინც უყვარდათ და პატივს სცემდნენ ჯარში, სახელმწიფო აპარატი და პარტიული აპარატი და ეგრეთ წოდებული ინტელიგენცია. 1955 წლის პოცდამის კონფერენციაზე მოკავშირეებს შორის უკვე მწვავდება წინააღმდეგობები. ომის შემდგომი ევროპის მოწყობის გამო, განსაკუთრებით ჩერჩილს და სტალინს შორის. კონფერენცია მთავრდება ერთობლივი კომუნიკეტი, იქნება რაღაც საგარეო საქმეთა მინისტრების კრება, რომელმაც უნდა იმუშაოს ჯერ კიდევ გადაუწყვეტელ საკითხებზე, მთავრობებზე, საზღვრებზე, მაგრამ მათ ვერაფერი დაარეგულირეს. 1956 წელს ჩერჩილი თავის სიტყვაში უკვე ახსენებს რკინის ფარდას და ეს რკინის ფარდა მართლაც დაეშვა. დემარკაციის მნიშვნელოვანი თარიღი არის 1958 წელი, როდესაც მარშალის გეგმამ ომის შემდგომი ევროპის დახმარების გეგმა ამოქმედა, რომელთაც ნებისმიერ ქვეყანას შეეძლო მიეღო უზარმაზარი ფინანსური დახმარება, თუ ამერიკელ ექსპერტებს მიაწვდიდა ცნობებს საკუთარი ფინანსების და პროცესის მიმდინარეობის შესახებ. ეს გეგმა ააღორძინებს დასავლეთ ევროპის ეკონომიკას და იმავდროულად გამიჩნევს ქვეყნებს. იქ, სადაც გეგმა მიიღეს, იქ პროკომუნისტური მოძრაობების შესუსტება. სხვებმა უარი თქვეს მოსკოვის ზეწოლით და ჩაატარეს საბჭოთა სტილის რეფორმები. ამ ქვეყნებში მხოლოდ ეკონომიკა არ შეიცვალა, რეჟიმები გახდა არა უბრალოდ მემარცხენე, არამედ სტალინური. ასამართლებდნენ პოლიტიკოსებს, სახელმწიფო წყობა ხდებოდა სულ უფრო და უფრო ხისტი. ეს არ იყო მხოლოდ ქვეყნებს შორის ხაზის გავლება, არამედ მუდმივი ომის მოლოდინი. სტალინს ესმოდა, რომ ომი საზოგადოების მობილიზებას ახდენს. იყო ორი კრიზისი.
ბერლინი 1948 წელს და კორეის ომი ამერიკელების და საბჭოელების დაპირისპირება. ერთადერთი ქვეყანა, რომელიც გაუძვრა ამ სიტუაციას, იყო იუგოსლავია. 1959 წლისთვის საბჭოთა კავშირში არის განცდა, რომ მტრების ალყაში არიან. ომის შემდეგ მკვიდრდება ასევე აზრი, რომ ომი მოიგო სტალინმა. იდეოლოგიასა და კულტურაში ომს ცვლის გამარჯვება. მსხვერპლზე ლაპარაკობენ სულ უფრო ნაკლებად და უფრო მეტად გამარჯვებას. ომთან დაკავშირებული მითები უამრავია. სტალინი არის ზე ადამიანი. ომის შემდეგ ისტორიული ფიგურების შესახებ ფილმებს უკვე ნაკლებად იღებენ. ერთ-ერთი ისტორიკოსი აღნიშნავს იმას, რომ სტალინს აღარ უნდოდა არც ივანე მრისხანე ყოფილიყო და არც პეტრე პირველი. უნდოდა ყოფილიყო სტალინი და ასეთად ადიდებდნენ მას ამ საოცარ ფილმებსა და უზარმაზარ ქანდაკებებში. მსახიობმა ალექსეი დიკოვმა რამდენიმე ფილმში ითამაშა სტალინის როლი და შემდეგ ამბობდა, მე კი ვცდილობდი, მაგრამ ამხანაგი სტალინის პიროვნული სიღრმის სრულად გადმოცემა შეუძლებელია. სტალინმა თავად აირჩია მსახიობი დიკოვი თავის როლზე, მას მოსწონდა ის, რომ მის როლს რუსი ადამიანი ასრულებდა და თქვა კიდეც, რომ აი ამხანაგი დიკოვის თამაშით ჩანს, რომ ამხანაგი სტალინი ჭიშმარიტი რუსი ხელმძღვანელია. როდესაც ომი დასრულდა, სტალინს უყვებოდნენ, რომ გამარჯვებული მარშლები ხშირად იკრიბებოდნენ, ერთმანეთს აქებდნენ, სვამდნენ ერთმანეთის სადღეგრძელოებს, ამას ის აღიქვამდა საფრთხედ. 1955 წელს მან ჩაიბარა აღლუმი, რომელსაც უძღვებოდა გიორგი ჟუკოვი. და ის იყო ძალიან ავტორიტეტული, გავლენიანი სამხედრო, მაგრამ კომპრომატი არსებობდა ყველაზე და მათ შორის ჟუკოვზეც. იწყება ეგრეთ წოდებული ნადავლის საქმე და ირკვევა, რომ ჟუკოვს მიჰქონდა უამრავი ნადავლი, ანუ ნაძარცვი დაპყრობილი ქვეყნებიდან. ისინი ვაგონებით ეზიდებოდნენ გერმანულ ჭურჭელს, ქურქებს, ძვირფასეულობას. იმავდროულად მას ადანაშაულებენ ბონაპარტიზმში, ასევე იმ ოპერაციების საკუთარ თავზე მიწერაში, რომელზეც მას არ უმუშავია. ამის შემდეგ მას დააქვეითებენ და ბოლოს გადაიყვანენ ურალის სამხედრო ოლქის მეთაურად. სტალინი ხედავს, როგორ ჭამს ერთმანეთს მისი გარემოცვა. ის ამას ხელს უწყობს. ის პატიჟებს მათ საკუთარ აგარაკზე კუნცევოში, სადაც ღრეობებს აწყობენ. არადა ის უკვე მოხუცი კაცია, ომის შემდეგ ის ხშირად ავადმყოფობდა და ეჭვია, რომ ინსულტიც გადაიტანა, მაგრამ აწყობს ამ წვეულებებს, სადაც ნასვამი პოლიტიკური ლიდერები ენას კბილს ვერ აჭერენ. ამ შეკრებებზე დასცინოდნენ ხრუშჩოვს, რომელიც სულელად აჩვენებდა თავს. უკვე არსებობენ დაჯგუფებები მალენკოვის და ბერიას დაჯგუფება ჟდანოვის წინააღმდეგ. გაუგებარია მოლოტოვის და მიკოიანის მდგომარეობა. მოლოტოვზეც ბრაზობს, ფიქრობს, რომ ზედმეტი დამოუკიდებლობა აქვს და მოგვიანებით მის ცოლსაც დააპატიმრებს. ბელად ის წრე ძალიან ვიწროა, პატარაა, ხან 5 ადამიანისგან შედგება, ხან 7-ისგან. ეს წვეულებები მისთვის კონტროლის საშუალებაცაა და გართობის ფორმაც. ასევე უყურებს კინოს, კითხულობს ბევრს, მაგრამ მარტოა. მისი ერთი შვილი ტყვეობაში გერმანელებს ჩაუვარდებათ ტყვედ და დაიღუპება, მეორე შვილი ვასილი სვამს და ცუდად იქცევა, თავის საყვარელ ქალიშვილთან, სვეტლანასთან კი რთული ურთიერთობა აქვს. ყველაზე მეტ დროს ატარებს დაცვის თანამშრომლებთან. 1959 წელს მის 70 წლის იუბილეს მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით გადაიხდიან, აღნიშნავენ და ეს რაღაც წარმართულ დღესასწაულს დაემსგავსა. ამავე წელს იწყება გამოძიება ლენინგრადის ხელმძღვანელების საქმეზე. ამ ჯგუფს ადანაშაულებენ იმაში, რომ უნდოდათ რუსეთის კომუნისტური პარტიის შექმნა და ხელისუფლების ხელში ჩაგდება. მათ მალე დახვრეტენ. კიდევ ერთი ომის შემდგომი ცვლილება ძალაუფლების იმპერიული და რუსული ბუნების გაძლიერება. 1955 წლის 24 მაისს კრემლში გერმანიაზე გამარჯვების აღსანიშნავი ბანკეტი გაიმართა და სტალინი ამბობს სადღეგრძელოს. მინდა დღეგრძელობა ვუსურვო ჩვენ საბჭოთა ხალხს და პირველ რიგში რუს ხალხს. მე ვსვამ პირველ რიგში რუსი ხალხის სადღეგრძელოს, რადგან ის წარმოადგენს გამოჩენილ ერს, ყველა ერს შორის, რომლებიც საბჭოთა კავშირში შედიან. რუსებმა დაიმსახურეს ამ ომში და მანამდეც ჩვენი საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელი ერის სტატუსიო. და იწყება ამ ველიკო-რუსული პოლიტიკის გატარება სხვადასხვა დონეზე. ეს ცათამბჯენებიც რუსულ სტილში შენდება. ეს ყველაფერი კარგად დაედო ცივი ომის ფონს. თუ რუსი ხალხი ასეთი დიდებულია, ამ დასავლეთს თავი რატომ უნდა დაუხაროს? ამას იყენებენ კოსმოპოლიტიზმთან ბრძოლაში და აღმოაჩენენ, რომ ებრაელები არიან ყველაზე კოსმოპოლიტი ხალხი და ეს ანტიდასავლური კამპანია იძენს ანტისემიტურ სახეს.
1958 წელს ენკავედეს ხალხი კლავს თეატრის და კულტურის ერთ-ერთ საპატივცემულო მოღვაწეს ებრაული სახელმწიფო თეატრის მთავარ რეჟისორს სოლომონ მიხოელს და მის თანამგზავრს. ისინი მინსკში მიემგზავრებოდნენ. მერე იტყვიან, რომ მათ თითქოს სატვირთო მანქანა დაეჯახა. მიხოელს პატივით დაკრძალავენ, მაგრამ ამის შემდეგ თეატრს ხურავენ და ბევრ თანამშრომელს აპატიმრებენ. დარტყმას აყენებენ ებრაულ ანტიფაშისტურ კომიტეტს, რომლის წევრებმა ძალიან ბევრი გააკეთეს ომის დროს, ისინი აგროვებდნენ შემოწირულობებს უცხოეთში. კომიტეტში შედიოდა საბჭოთა ებრაული კულტურის თითქმის ყველა მნიშვნელოვანი წარმომადგენელი. ისინი დაადანაშაულეს იმაში, რის გაკეთებასაც ავალებდნენ ომის დროს. მათ დააპატიმრებენ, აწამებენ და აი ამ ებრაული კულტურის დიდ მოღვაწეებს 1952 წლის 12 აგვისტოს დახვრეტენ. ფაქტობრივად განადგურდა ყველა პოეტი და მთელი თაობა მწერლების, რომლებიც იდიშზე წერდნენ. ამ დროს დააპატიმრებენ მოლოტოვის ებრაელ ცოლსაც, პალინა ჟემჩუჟინას. საინტერესოა, რომ ისიც და მისი ქმარიც სიცოცხლის ბოლომდე სტალინისტებად დარჩნენ. 1956 წლიდან ბევრი სხვა იდეოლოგიური კამპანია ჩატარდა, მათ შორის იყო ცნობილი დადგენილება ჟურნალებზე „ზვეზდა“ და „ლენინგრადი“, სადაც გამოლანძღეს ახმატოვა და ზოშჩენკო. ბევრი მსგავსი დადგენილება გამოიცა. იყო გადაწყვეტილებები, რომლებიც ეძღვნებოდა მაგალითად სხვადასხვა მეცნიერებას, გენეტიკას, კიბერნეტიკას, ცრუ მეცნიერებებად აცხადებდნენ და ყველაფერი დაგვირგვინდა სტალინის წერილით „მარქსიზმი და ენათმეცნიერების საკითხები“. ის გამოქვეყნდა 1950 წლის 20 ივნის „პრავდაში“. ყველა ეს ომის შემდგომი ტენდენცია თავს იყრის ექიმების საქმეში. 1958 წელს კრემლის საავადმყოფოს ექიმი ლიდია ტიმაშუკი წერს საჩივრებს, რომ კიდევ ერთ გამოჩენილ კომუნისტს ანდრეი ჟდანოვს არასწორად დაუსვეს დიაგნოზი და ამტკიცებდა, რომ მას ჰქონდა ინფარქტი, სხვა ექიმები კი, ძირითადად ებრაული წარმომავლობის, ამას არ აღიარებდნენ. 1958 წელს ის ინფარქტით მოკვდება ჟდანოვი. ეს საჩივრები იქნება თაროზე შემოდებული. 1952 წელს ამ საჩივრებს გადმოიღებენ და იწყებენ კრემლის ექიმების წინააღმდეგ გამოძიებას. „პრავდას“ პირველ გვერდზე ქვეყნდება წერილი „ექიმებად შენიღბული გარეწარი მკვლელები“. ამ ექიმებს აწამებენ, ისინი აღიარებით ჩვენებებს იძლევიან, აქედან გორდება დიდი ანტისემიტური კამპანია მთელ ქვეყანაში, ებრაელ ექიმებთან სამკურნალოდ აღარ მიდიოდნენ, იყო ხმები, რომ აპირებდნენ ებრაელების გასახლებას დიდი ქალაქებიდან, ექიმების საქმეც ამ ველიკორუსული პოლიტიკის ჭრილში განიხილება. არის იდეა, რომ ექიმების საქმე სტალინს სჭირდებოდა ახალი 1937 წლისთვის, მაგრამ მას აღარ ჰქონდა საქმე ძველ ბოლშევიკებთან, რომლებიც სიტყვით უპირისპირდებოდნენ მას, არამედ თავისავე გამოზრდილ და გაწვრთნილ კადრებთან. ამ ვერსიის ავტორები მიიჩნევდნენ, რომ ის ბერია მოკლა შეთქმულებით. დღეს ისტორიკოსების უმრავლესობა თვლის, რომ სტალინი მოკვდა საკუთარი სიკვდილით. 1 მარტის ღამეს მას ჰქონდა ინსულტი, დაცვა დიდხანს ვერ ბედავდა შესვლას მის ოთახში, როდესაც შევიდნენ, ის დახვდათ სავალალო მდგომარეობაში, იწვა საკუთარ შარჯში. მერე გამოიძახეს ბერია, ხრუშჩოვი და სხვები, მოვიდნენ ექიმებიც, მაგრამ ვეღარ დაეხმარნენ. 1 მარტს პირველად აღარ გამოქვეყნდება სტატია ექიმების შესახებ. რამდენიმე დღეს დაიცდიან და შემდეგ იწყებენ ბარათების გამოქვეყნებას სტალინის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. 1953 წლის 5 მარტს ის კვდება, მაგრამ იულად არ მომკვდარა, აი რას იხსენებს მისი ქალიშვილი. აგონია იყო საშინელი, ის იხრჩობოდა ყველას თვალწინ. ბოლო წუთს მან უცებ თვალები გაახილა და გადახედა ყველას, ვინც ირგვლივ იდგა. ეს იყო საშინელი მზერა, შეშლილი და მრისხანე, საშინელები ცავსა. სიკვდილის და უცნობი ექიმების პირისპირ. მან აწია მარცხენა ხელი, თითქოს ზემოთ მიგვითითა, ან დაგვემუქრა ყველას. ჟესტი იყო გაუგებარი, მაგრამ მუქარით სავსე და უცნობია ვისკენ ან რისკენ იყო მიმართული. შემდეგ მომენტში სულმა ბოლო ძალით სხეული დატოვა. დღეისთვის სულ ეს იყო, მე მომავალ ისტორიებამდე გემშვიდობებით და გიტოვებთ ტრადიციულ თხოვნას, გამოიწერეთ ცხარბი და გაუზიარეთ ჩვენი ისტორიები, რაც შეიძლება მეტ ადამიანს, ამით ძალიან დაგვეხმარებით. ნახვამდის.